ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად არიან გარდაცვლილები. პალესტინელები საკუთარ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ქლოვობენ. ქალაქ რაფახში მდებარე ქუვეითის სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ ოთხშაბათს გვიან ღამით ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ 5 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ცხედარი მიიღეს. საავადმყოფოს ცნობით, ქალაქ მუვასიზე დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო მათთან კიდევ 32 ადამიანი მკურნალობდა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები გაუშვეს ალ-ნაჯატის ბანაკში, ქუვეითის ავადმყოფოს მახლობლად. მათ 4 რაკეტა გამოიყენეს, რის შედეგადაც მთელი ოჯახი დაიღუპა და მრავალი სხვა დაშავდა. 6 ოჯახის წევრი და ნათესავი დაუკარგა. ისრაელი სამიზნეში ბავშვებსა და ქალებს იღებს. ისინი საერთოდ რაშუაში არიან. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის პირობებში ვართ და მაინც როგორ შეუძლია ისრაელს კვლავ ამხელა აგრესია და სისასტიკე გამოავლინოს. თავად ისრაელმა განაცხადა, რომ მათ საჰაერო დარტყმა ჰამასის მებრძოლებზე განახორციელეს, დღის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომლის დროსაც 5 ისრაელელი ჯარისკაცი დაიჭრა. ეს დარტყმა იყო უახლესი გამოცდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, რომელიც ძირითადად ოქტომბრის დასაწყისიდან მტკიცდება. თუმცა მიუხედავად შეთანხმებისა, როგორც ისრაელს, ასევე ჰამასს ერთმანეთის მიმართ დარღვევების შესახებ ძალიან ბევრი პრეტენზია აქვთ. ბავშვებს ეძინათ და ჩვენს დაძინებას ვაპირებდით, როდესაც აფეთქება მოხდა. არ ვიცოდით აფეთქების წყარო ან ადგილმდებარეობა, რადგან ვიცით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ მოქმედებს. შოკირებული დავრჩით უშუალოდ ინტენსიური ცეცხლის დანახვაზე. მათ რაკეტები ესროლეს ქსოვილის, პლასმასისა და ხისგან დამზადებულ კარავს. ბავშვებს ეძინათ, ისინი ძილში დახოცეს. რას ერჩიან მათ? პატარა ბავშვებმა რა დააშავეს ამის ფასი? რა გააკეთეს, რომ ეს დაიმსახურეს? ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, ოქტომბრის ბოლოს მომხდარი დარტყმების შედეგად 104 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნოემბრის ბოლოს 33.